გაშინებენ, კი არ გელაპარაკებიან ან რაღაცა რო თქვა, გაშინებენ უბრალოდ დაგინგრევ. გაჩერდით, მაგრამ რა ხო არ დავტოვებ. ოჯახი გარეთ როგორ დავტოვო? რაღაცა მაინც უნდა გავაკეთო ჩემი კუთხე. არ გავჩერდებ, მაინც არ დავთმობ. ჩემს სახლს არავის არ დავანგრევინებ. მე დაუდგები წინ ტრაქტორს, მე გადამიაროს და მე დაანგრიოს. კი, ხალხის კადრები, როცა აქ სახლებს ანგრევდნენ? კი. აქ იყავით თქვენ? კი, აქ ვიყავი მეც რა ამბავი იყო აქაც. ვიყავი და ყველას ვიცნობ, ვისაც დაუნგრიეს ეგ სახლებიც. ის ხალხი დღევანდელ დღეზე ქუჩებშია დარჩენილი ყველა. აქ მართლა გაჭირვებულებია ყველა, თორე რომ მქონდეს სახლი და კარი, აი უბრალოდ აი თვითონ აი ლოგიკით რო იფიქრონ. სახლი კარი რომ მქონდეს, ბავშვს აცხოვრება, ან შენ იცხოვრება აქ, ბლოკში და იმაში იცხოვრება, აი პროსტო თვითონ ვერ ხვდებიან იმას, რომ არ გვაქვს საშუალება იმისი, რომ თორე რომ მქონდეს აქ კი არ მეხალისება მე ბავშვის მოყვანა და ჩემი დარჩენა. არა მაქვს დასასვლელი, ქუჩაში ვრჩებით, ჩვენთვის რაღაცა 4 კუთხეს ვაშენებთ. არ მეხმარება მთავრობა, ქონდა ისიც გავითვალისწინებთ, მქონდა ჩვენ შევსებული სოციალური და იმას დახმარებაზე უარი მოგვივიდა. არ გვეხმარებიან, ეს მაინც გვაცადე. ან შენ დამეხმარე, ან მე გამიშვი რაღაცა გავაკეთო, ეგრე ხო არ შეიძლება? წავიდე სხვის მთავრობას მიმართო, სხვა ქვეყნის მთავრობას მიმართო? ეგრე ხო არ არის? რავი, რო კითხვა ევროპა და ესა და ისაო. და სადაა? არანაირი არც გათვალისწინება ჩანს არც ისა. მარტო თავიანთვის ჯიბისთვის აკეთებენ და თვითონ როცა უნდათ ყველაფერს აშენებენ, რამდენი შენობები და ისინი აქვთ უკანონოდ გაკეთებული. მაინც და მაინც მოდიან ამ გაჭირვებულ ხალხთან. აი ეს ეყარა ყველგან ნაგავი. აი ეს რაცა ზოგადღილას ორ მოიყო, ნაგავი, რა აღარ ეყარა. ხალხმა ჩვენ ვინც ვართ მოსახლეები, ყველა მოვედით ჩვენი სახსრებით გადავასწორეთ მიწა. გადავასწორეთ ყველას რისი საშუალებაც ქონდა პატარა 4 კედელი ავაშინეთ, რომ ჩვენი კუთხე გქონდეს. აგინახე რა დღეშია. აქაც ესეა. მოურჩით ავაშენეთ და ეხა გვეუბნებიან, გვემუქრებიან, რომ დაგინგრევთო. მე ისე მესმის, რომ ვისაც ნაცნობი ყავს, იმას არ ეხებიან. მთელი უბანია აქ ესე. ცხოვრობს ხალხი. ხო არ გვინდა არაფერი, ჩვენი სახსრებით ვაშენებთ. კი, უკანონოა, მაგრამ რაღაც ალტერნატივა ხო შეიძლება მოიძებნოს. თვითონ რო აშენებენ, ყველაფერი შეიძლება და ჩვენ კიდე გაჭირვებულ ხალხს გვერდჩენ. კანონი ჩვენ რო არ ვიცით, კანონითვე გვებწვიან. რაღაცებს იცახიან თავის იმაზე და ჩვენ კიდე არ გვესვს გაჭირვებული ხალხი ვარ და ჩვენთან ალტერნატივაზე არანაირად არ მოდიან. თბილისში დაბადებული გაზრდილი ვარ და კაც შენ ქალაქში, შენი 4 პატარა კედელი ხო არ უნდა ქონდეს? რაც უზარმაზარ და იმას ხო არ ვაშენებ, პატარა სახლს ვაშენებ, რომ მე, ჩემი ცოლი და ჩემი შვილი რო ვიცხოვროთ. მეტი არაფერი არ მინდა მაგათგან და მაგას არ ითვალისწინებენ. თვითონ გექტრები და იმეებით აქვს მიწები, სადაც უნდა, როგორც უნდა, ისე ღობავენ და ჩვენ კიდე ეს გაჭირვებულ ხალხს გადაგვეკიდნენ, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. გაჭირვებული ხალხი ვართ, ჩვენი სახსრებით ვაკეთებთ ყველაფერს. და ჩვენ ესე გვებრძვიან. თვითონ სადაც უნდა, როგორც უნდა, ისე აშენებენ და ეგრე ხო არ შეიძლება მართლა რო აი არავინ არ ხედავს აი თავრობა თუ ვინა სოფლიო ან რაღაცამ არ უნდა დაინახოს ვიღაცამ არ უნდა დაინახოს ეს უსამართლობა მაქამდე სანამ საძინებელი იქნება აგეთ აქ ჩვენ გვძინავს აქეთ აგე ბავშვს ძინავს ნახ რაზე ვაძინებ ბავშვს ეგაა მაგათ დედავატირე ესაა ცხოვრება და ამას არ ითვალისწინებენ და კიდე რაღაცა უნდათ მე რო გავითვალისწინო არ დაუთმობ მოვიდნენ ზედ უნდა გადამიაროს ტრაქტორმა თუ ამ სახლს დაანგრევს. სხვანაირად მე ამას არ დავთმობ. შანსი არ არის. ჩემ ნაშრომს არავის არ შევარჩენ. არ მაქვს დასასვლელი. ბოლომდე უნდა ვიბრძოლო. სხვა გზა არ მაქვს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ბოლომდე დავდგები ჩემ სახლში. მეც უნდა გადამიყოლონ თან ამ სახლს თუ რამე უქნეს. ალექსანდრე მქვია. 4-5 თვეა უკვე ასე ვარ და არავინ არ მოსულა და არ უთქვამს რომ რატო აშენებ ან ნოაშენებ. მოვიდნენ უკვე როცა სახურავი მქონდა, უკვე აქ რო ცხოვრობდი და მითხრეს რომ უკანონოდ აშენებო. იმას როცა ვეუბნებით რომ არა გვაქვს საცხოვრებელი ადგილი და საწავიდეთ, ამ ჩვენ ინტერესს, ჩვენ კითხოს საერთოდ იგნორირებას უკეთებენ რა. და მაგალითად მოაქვთ ის რომ შენ ეზოში ვინმე რომ მოვიდესო შენ სახლშიო და ერთი ოთახი რო წაიღოს რა სიზაო.
მაგრამ ეს ხო მე ვიღაცა სახში ხوار შემოსულ ვარ. ეს არის სახელმწიფო. ხო, სახელმწიფო, მე ვარ ამ სახელმწიფოს მოქალაქე, უსახკარო. აქ ვრჩებით ახლა, აქ ვიძინებთ, აი ჩემი მეგობარია, ისიც ეს ხელოსანი არ არის და ბრიგადა არ აქვს მოყვანილი, ჩემი მეგობარია მეხმარება უბრალოდ. აი ეს დივანი არის, ჩემი ამაზე ვიძინებ, მე ეს არის ჩემი მეგობრის და ესე გავწევთ ხოლმე საღამოთი, ფეჭი რო ავანთოთ, ცოტა გავუწევთ, ცოტა ისე არეულია ახლა რა ვქნათ, იმიტომ რომ აი ესე ვართ რა და კანონს ვიცავთო მეუნებიან და მე ვარ კანონდამრღველი, ამას მეუნებიან, მაგრამ კანონი თუ დავარღვია, იმაზე წვაგებ პასუხს, მაგრამ სახს ხელი არ ახო, სახს არ მოკიდონ ხელი არც ერთს. მარტო ჩემსაზე არ ლაპარაკობ, მე საერთოდ ლაპარაკობ. იმიტომ რომ აქ გაჭირვებული ხალხია რა, ეხლა ამას რა თუნდა ფიქრი, რომ ვინმეს ქონება რო ქონდეს და აქ თუ მოვა მართლა სისულელეა რა, ნაგავსაყრელში რა უნდა ადამიანს. იმედი ვაფშე არავისა გაცრუებული გვაქვს ყველას, თავრობის იმედი და აი ერთმანეთის გვერდში დგომით თუ გავიტანთ და აი ვინც ამას გულთან ახლოს მიიტანს, მიაქვთ ხალხს და მოდიან და გვერდში გვიდგანან და იმედია კიდე მოვლენ. თანამდებობის პირი ჩვენთან არავინ არ განხმაურებია, ერთი ჩვენ თვითონ მივედით გამგებელთან. შევხვდით, შეხვედრავთ ხოვეთ, შევხვდით და რა ვიცი რა, მაგიკაცის მე ვერაფერი ვერ გავიგე რა, ადამიანურად სახს დაგინგრევო მითხრა. რავი, ადამიანურ ჩარჩოებში მე მგონი არ ჯდება. რას ნიშნავს ადამიანურად? აი ადამიანურად გეუბნებიო რა. წვალობთ ამ წვალებით და ის იმასაც მოდიან და გვეუბნებიან უნდა დაგინგრიოთო და ჩვენ დავიცავთ ამას, აი ყველანაირად დავიცავ ამას. არი ფიქრონ რომ უკან დავიხევთ ვინმე, იმიტომ რომ ჩვენი სახლია ეს და არ გვაქვს სხვაგან წასასვლელი. აი ეს სტრესში ვყავართ, ტერორია ჩვეულებრივი რა. გვატერორებენ ასე რომ ვთქვათ, მოდიან და დაგინგრევ და მიგინგრევ და გვემუქრებიან. ისეთ ჩარჩოებს გვიყენებენ და ისეთ სიტუაციაში გვაყენებენ, რომ რაღაცა საშინელება შეიძლება ჩავიდინოთ. გვიბიძგებენ, რომ იმას თუ გვეუბნებიან, რომ ეხლა კანონი დავარღვიოთ, აბა ამის მერე უფრო მეც არ დავარღვევ, სახლი რომ დამინგრიონ. აბა რას ვიზავ? მე კი არა ყველამ ასე მოიქცევა. იმიტომ რომ ქუჩაში რო ხარ ეხლა ყველაფერს თავს სახურავი ხო გვინდა? საჭმელი ხო გვინდა, ის ხო გვინდა, აი ყველაფერი. ნორმალური ადამიანური ცხოვრება, პერსპექტივას ვერ ვხედავთ ამ ტერორში და იმაში და ხვალინდელ დღეზე ვერ ვფიქრობთ. ფიქრობთ დღეს რო არ მოვიდნენ და რო ვერ დაგვინგრია. ახალგაზრდა ბიჭები ვართ, დასაოჯახებელია ზოგი, ზოგს ოჯახი ყავს, შვილები ყავს გასაზრდელი. იმან რა იფიქროს, ხვალთავის შვილს რა მოუტანოს თუ დღეს სახლი არ დამინგრიანო.